საომშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. დღევანდელი გაშლა მინდა დავიწყო ერთი საკითხით. მეგობრებო, მინდა განვსაზღვრო ჩემი არხის დანიშნულება. რადგან ზოგიერთ გონია ისეთ კომენტარებს მიწერთ ხოლმე, ანუ ზოგიერთი რომ გონიათ რომ ეს არის უფრო არხი, სადაც ვმკითხავთ. მაგრამ რეალურად ესე არ არის, მეგობრებო, კი არის ტაროს გაშლები, მაგრამ ეს არავითარ კავშირში არ არის მკითხაობასთან, მეგობრებო, და ისინი, ვინც მწერთ, რომ გამიშალე იმ საკითხზე, ეს ერთი კითხვა რომ აქვს ადამიანს, ვიყიდი თუ არა რაღაცა ნივთს, წავალ თუ არა იქ, ან ამას ერთ გოგონას ქონდა დაწერილი კომენტარებში, რომ გამიშალე ხელფას ავიღებ თუ არა. მეგობრებო, იცით კარგად, რომ კომენტარებში რომ მიწერთ, რომ რაღაც საკითხს, რაღაც თემას რომ გაინტერესებთ და მეც ვითხოვ ხოლმე რომ დამიწეროთ კომენტარებში რა საკითხზე გავშალო, იცით რომ ვშლი ამ ყველაფერზე, ხო? მაგრამ ეს არ არის ის საკითხები, რაზეც მე ვშლი ხოლმე ზოგადად ტაროს. ეს არის, მეგობრებო, უფრო მკითხავების დანიშნულება, შეგიძლიათ წახვიდეთ მკითხავებთან და ისინი გაგცემენ მაგ ყველაფერზე პასუხს. წინასწარმეტყველებთან და მკითხავებთან, რომლებიც არსებობენ საკმაოდ ნიჭიერებით ამ დროში, მაგრამ მე არავითარი კავშირი არ მაქვს მათთან. ანუ არც მე ვარ ასეთი, არ მკითხავ, არ მაქვს წინასწარმეტყველური ნიჭი, ხედვები არა მაქვს რაღაც. მოკლედ, ყოველ შემთხვევაში, რაც არის და როგორც აკეთებენ ამ ყველაფერს, შეგიძლიათ მიბრძანდეთ მათთან. ჩემი არხი არის კოუჩინგური, მიმართული არის უფრო მეტად სულიერ განვითარებაზე. ადამიანები, რომლებსაც აქვთ დაკარგული სულიერი სიმშვიდე, აქვთ შფოთვები, აქვთ თავდაჯერებულობის პრობლემა, აქვთ გაურკვევლობა კონკრეტულად ურთიერთობებში, არ აქვს მნიშვნელობა რანაირი სახის ურთიერთობები იქნება ეს ყველაფერი. ასევე შემიძლია მისაუბრია იმ თემაზეც, რომ როგორი ფინანსური სიტუაციები გექნებათ ახლო მომავალში, კარიერაზე, ხო? მაგრამ როცა მწერ ერთ კითხვას ვიყიდი თუ არა ამაზე გამიშალეთ, თუ შეიძლება საჯარო გაშლა რომ გააკეთოთ ამაზე, ვიყიდი თუ არა რაღაცანი მანქანას ან სახლს, ვიშოვი თუ არა სამსახურს, წავალ თუ არა იქ დასასვენებლად. მთლიან გაშლას, მეგობრებო, ასეთ კითხვებს ვერ დავუთმობ. ამიტომ უფრო მეტად, რადგან ჩემი არხი არის განვითარებაზე ორიენტირებული, ადამიანის სულიერ და ზოგადად ადამიანის განვითარებაზე ორიენტირებული, მე ტაროსაც ვიყენებ აი ამ მხრივ, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რაღაც გაურკვეველი სიტუაციები, შინაგანი შფოთვები, ეს ყველაფერი ამ გაშლებით რომ დამშვიდდეს, დაწყნარდეს, რაღაცა გაურკვევლობიდან პასუხი მიიღონ. მით უმეტეს, როცა ადამიანზე რეზონირდება, ადამიანის სიტუაციაზე რეზონირდება ეს გაშლა, ის ადამიანი ყოველთვის რაღაცნაირად შინაგანად მშვიდდება, ხო? ხო, ასე დამეთანხმებით ალბათ ყველანი, მაგრამ ეს კითხვები, რაც წეგან ჩამოთვალე, ამ კითხვებს ვერ დავუთმობ მთლიან გაშლას, მეგობრებო, რადგან ეს ჩემს არხის ფორმატში არ შედის. მოკლედ ესე რომ ვთქვათ. კარგი. გადავიდეთ ახლა ჩვენს თემაზე და დღეს მოგიტანეთ ახალი ბარათები, აი ესეთი, მთლიანად გაჩვენებთ ჯერ. ესეთი ბარათებია, რომლითაც შეგიძლიათ იმუშაოთ 5 წლის ასაკიდან ბავშვებში, მოზარდებში, გარდატეხის ასაკში. აი შეხედეთ როგორი კითხვებია. მე შემიძლია მადლიერებას ვგრძნობდე. და დავუსვათ ბავშვს კითხვას, რამდენად შეუძლია მას მადლიერების გრძნობა, რამდენად აქვს.
მე შემიძლია მოსმენა, მე შემიძლია გულიანი სიცილი. აი ესეთი კითხვებია, მე მომწონს ჩემი გარეგნობა. მოკლედ ძალიან საინტერესო და ძალიან შედეგის მომტანია ეს ბარათები. ძალიან შედეგის მომტანია და ბავშვებში თუ იმუშავებთ ამ ბარათებით, თუ აქვს ბავშვს ისეთი პრობლემები, რაღაც ჩაკეტილობის კომპლექსები აქვს, არ მოსწონს თავისი გარეგნობა, არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის არის, ვერ ურთიერთობს სხვა ბავშვებთან, მოკლედ ასეთი პრობლემები თუ აქვს ბავშვებს, აქვთ, შეგიძლიათ ბავშვებთანაც იმუშაოთ და ესეთი სახის პრობლემები ასევე აქვთ მოზრდილ ადამიანებსაც, ხო? რაც წეგან ჩამოვთვალე. და თუ თქვენ შორის არის ადამიანი, რომელსაც აი ასეთი ხა რა ბარათებსაც გაჩვენებთ, აქვს აი ასეთი სახის პრობლემები, შეგიძლიათ თქვენ თვითონაც შეიძინოთ და თქვენს თავზე იმუშაოთ. მაგრამ მე ჩემს ჩართობშიც მექნება ხოლმე აი ამ ბარათებით ამ ბარათებს გამოვიტან ხოლმე ვიდეოებში და შეგიძლიათ ჩემი ვიდეოებითაც იმუშაოთ ამ საკითხებზე. ასევე გეტყვით იმას, რომ ბარათების ავტორი არის მარიამ ჩუბინიძე, ფსიქოლოგი, კოუჩი და ასევე ტაროლოგიც, როგორც მახსოვს. მისი შექმნილია ეს უნიკალური ბარათები, შეგიძლიათ თუ შეძენა გნებავთ, მიმართოთ პირდაპირ მას და შეიძინოთ მისგან. ლინკსაც, Facebook ლინკსაც ჩაგიგდებთ და შეგიძლიათ მიმართოთ. კი ბატონო, დავიწყოთ. ეხლა გაჩვენებთ, როგორი ბარათები ავარჩიე დღეს. აქ აწერია, ეს ჩემი აზრია, ეს შენი. მე პატეს ვცემ მას. და თქვენ უნდა დაფიქრდეთ ამ დროს. რამდენად შეგიძლიათ სხვისი აზრის პატევისცემა? და საკუთარი აზრის პატევისცემა, რა თქმა უნდა. სხვისი აზრისაც და საკუთარი აზრისაც. აი, რამდენად შეგიძლიათ ეს ყველაფერი. დაფიქრდით კარგად, ძალიან ბევრ ადამიანს არ შეუძლია სხვათა შორის, რომ ზოგი არის ისე, რომ საკუთარ აზრს არ სცემს პატევს, რადგან თვითონ თუ აქვს რაღაცა კონკრეტული აზრი რაღაც სიტუაციასთან დაკავშირებით და სხვას აქვს ის აზრი, ხო? არ არის მყარად, თავის აზრზე არ დგას მყარად და ყოველთვის გადადის სხვის აზრზე. და მაინც ყოველთვის სხვა როგორც ფიქრობს, ისე აკეთებს და ისე იმას ითვალისწინებს და თავის აზრებს გვერდით დებს, მოკლედ. ეს არის საკუთარი აზრების უპატივისმცემლობა. და მეორე ის, რომ სხვის აზრს არასდროს ითვალისწინებენ, არ უსმენ ადამიანებს არასდროს და პირდაპირ აგრძნობინებ, რომ მე შენი აზრი არ მაინტერესებს. აი ეს, მეგობრებო, და აბა დაფიქრდით, რამდენად გაწუხებთ თქვენ ასეთი სახის, პრობლემასაც ვერ დავარქვა, მაგრამ ცოტა არაკომფორტული სიტუაცია ურთიერთობებში. კარგი. და მეორე, მე მაქვს ჩემი საკუთარი აზრი. აი ამაზეც დაფიქრდით, რამდენად გაქვთ თქვენი საკუთარი აზრი, როდესაც ვიღაცასთან ურთიერთობთ, რაღაცა კონკრეტულ საკითხზე, ხო? არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის სხვის აზრზე არიან, მეგობრებო, და თავისი აზრი, რომც გაუჩნდეთ რაღაც, არასდროს გარეთ არ გამოვთ და არ ხმამაღლა არ აჟღერებენ. ანუ ყველას გონია, რომ მას ამ ადამიანს საკუთარი აზრი არ გააჩნია და სულ სხვების ნათქვამებით, სხვების ნააზრევით მოქმედებს. კარგი, აბა კარგად დაფიქრდით. აი ესე. დააპაუზოთ შეგიძლიათ ვიდეო და კარგად ამოიკითხოთ რა წერია ზედ ამ ბარათებზე, გაიაზროთ, რამდენად გაწუხებთ თქვენ აი ესეთი საკითხები ურთიერთობებში. და შეგიძლიათ დამიწეროთ ვის რა საკითხი, ვინ რომელი საკითხი მიიღოთ თქვენს თავზე და თქვენ რომელი საკითხი გაქვთ მოსაგვარებელი, ანუ დამიწერეთ კომენტარებში. კარგი, გავაგრძელოთ და დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გაშლა.
და გავიგოთ საკითხი, თემა იქნება ასეთი. პოზიტიურ განწყობაზე რომ დავდგეთ, უფრო მეტად, რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის აგვისტოს თვეში თქვენს ცხოვრებაში. გავიგოთ. ჯერ ამოვიღებ კარტებს და გავიგებ ვინ ხართ თქვენ. რომ გაიგოთ და მიხვდეთ რამდენად რეზონირდება თქვენზე ეს გაშლა. ვინ ხართ თქვენ, ვინც აი ამ გაშლას უყურებთ. მეგობრებო, ძალიან კარგი დახასიათება არის ამ წუთას თქვენთან დაკავშირებით. რაღაცა დასრულდა თქვენს ცხოვრებაში, რაღაცა, რაც ძალიან გკლავდათ და გტანჯავდათ, მეგობრებო, და ახლა ხართ აი ძალიან დაბალანსებულ და ჰარმონიულ მდგომარეობაში. თქვენ მოერიეთ და იმთხელა შინაგანი ძალა გამოიჩინეთ რაღაცა სახის მიჯაჭვულობასთან დაკავშირებით. ეს მიჯაჭვულობა შეიძლება ყოფილიყო ან ადამიანის მიმართ, ან რაიმე მავნეჩვევები, ან რაიმე საკვებზე დამოკიდებულება, ქალებს გვჩვევია ხოლმე, ანუ ტკბილეულზე დამოკიდებულები ვართ ხოლმე და ესეც მიჯაჭვულობაა, რომ იცოდეთ. ასევე ადამიანი ვთქვით, რაიმე თუნდაც სიგარეტზე დამოკიდებულება, ხო, არ აქვს მნიშვნელობა, მოკლედ, რამდენი ჩამოვთვალო, რაიმე სახის მიჯაჭვულობა გქონდათ და თქვენ იმხელა შინაგანი ძალა გამოიჩინეთ და აღმოაჩინეთ თქვენს თავში, რომ აი ეს ყველაფერი დაასრულეთ, მეგობრებო. აი არ ვიცი, ძალიან მაგარი ადამიანები ხართ და ძალიან ძლიერები ხართ, რომ ასეთ ძლიერ არაჯანსაღ მიჯაჭვულობას ჩაეხსენით, მოკლედ, არაჯანსაღ და მიჯაჭვულ სიტუაციებს ჩაეხსენით, მოკლედ, ამის თქმა მინდა. და ეხლა თქვენ ხართ როგორ სიტუაციაში, აი, რაღაცა ახალი შანსი. ჯერ თუ არ გამოჩენილა თქვენს ცხოვრებაში რაიმე ახალი შანსი, არ აქვს მნიშვნელობა ვისთან რა რეზონირდება, ვიღაცასთან შეიძლება პირადი ცხოვრებასთან დაკავშირებული შანსი იყოს, ვიღაცასთან შეიძლება იყოს ფინანსებთან დაკავშირებული შანსი და ანუ ძალიან დიდი ბევრი ფინანსები შემოგივიდეთ, ვიღაცასთან კარიერა, არ აქვს მნიშვნელობა ვისთან ვინ რას ელოდებით, მოკლედ და ვის რა გსურთ. ეს ახალი შანსი მოდის თქვენს ცხოვრებაში. აი ამ სიტუაციაში ხართ ახლა, ჯერ თუ არ მოსულა, აუცილებლად გამოჩნდება აი ამ პერიოდში ეს შანსი. და რაც მთავარია, თქვენ თავს გრძნობთ ძალიან დაბალანსებულად, ძალიან ჰარმონიულად და კიდევ იმასაც ვიტყვი, რომ საკმაოდ ისეთ სიტუაციაში ხართ, აი თუ აქამდე აი ამ მიჯაჭვულობის გამო თქვენ რაღაც საკუთარი თავი დაკარგული გქონდათ, ეხლა გაქვთ ისეთი მომენტი, რომ თქვენი თავი მოგწონთ. ძალიან მყარად დგახართ მიწაზე და საკმაოდ სტაბილური პიროვნება ხართ. აი ცდილობთ, რომ შეიძლება ძალიან ბევრი იმუშავეთ საკუთარ თავზე, სავარაუდოდ, იმიტომ რომ თქვენ საკმაოდ ისეთი დამოკიდებულებები გაქვთ ჩახსნილი მუშაობის, საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე ამ ყველაფერს ვერ გააკეთებდით. ძალიან ბევრი იმუშავეთ თქვენს თავზე და მუშაობთ ეხლაც და
იღებთ ისეთ შედეგს, რაც რეალურად გინდათ, ანუ ნელ-ნელა ეტაპობრივად. აი ასეთ სიტუაციაში ხართ ეხლა. ვიზეც რეზონირდა და ვინც ხართ აი ასეთ კარგ სიტუაციაში, უყურეთ, გააგრძელეთ ყურება გაშლის. რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში, ვინც აი ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ. ძალიან საინტერესოა. ვიტყოდი რას? სიტუაცია, რომელიც იყო დანგრეული, მე ზოგადად ვისაუბრებ, ხო, და ყველამ თქვენ სიტუაციაზე მიიღეთ. რომელიც იყო დანგრეული, დაბლოკილი და არაფერი ვითარდებოდა, აი ეს სიტუაცია მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში. აი რაღაცა სიტუაცია, რომელიც იყო დაფარული თქვენთვის, გახდება ცნობილი. ანუ თითქოს აი ამ კითხვის ნიშნებს პასუხები გაეცემა, თუ ეს ადამიანი არის და ადამიანი მოდის წარსულიდან, ეს ახალი პიროვნება არ არის, ეს ადამიანი თქვენზე ასაკით საკმაოდ პატარა უნდა იყოს, ან ყოველთვის ვიძახი ხოლმე ამას, თუ თქვენზე პატარა არ არის ასაკით, მაშინ ძალიან ახალგაზრდული პიროვნებაა, რაღაცა ბავშვური ენერგიებით. ესეთი პიროვნება მოიჩქარის ძალიან შეცვლილი. რეალურად ისევ ისეთია, მაგრამ თქვენთან დამოკიდებულებას ცვლის ეს პიროვნება. თუ რაიმე სიტუაცია ეხება ეს, რომელიც იყო დაფარული და გაურკვეველი გქონდათ, რაღაცნაირად არ იცოდით, ერთ დროს დაინგრა და არ განვითარდა ეს სიტუაცია და დაბლოკილი იყო, მაგრამ თქვენ წარსულში კი გქონდათ დატოვებული ეს სიტუაცია, მაგრამ მაინც რაღაცა ის გღნიდა შინაგანად, რომ რატო მოხდა ასე, რატო კითხვის ნიშნები გქონდათ რაღაც, ხო, აი დაფარული იყო ინფორმაცია თქვენთვის. აი ეს ინფორმაცია გაიხსნება თითქოს და გაიგებთ რაღაცა ამბავს, ახალ ამბავს, რომელიც ძალიან შეცვლის თქვენს რეალობას და გადაგიყვანთ რაღაც აი ამ ძალიან სისავსის მდგომარეობაში. თავს იგრძნობთ ძალიან სავსედ, ძალიან დიდრად, რაღაც ესე, არ ვიცი, კმაყოფილად. ყოველ შემთხვევაში კმაყოფილად იგრძნობთ თავს. კარგი, კიდევ რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში? აგვისტოს თვეში. გავიგოთ. კიდევ რა სასიამოვნო სიახლე მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში აგვისტოს თვეში? საინტერესოა. აქ ვიტყოდი მაინც იმას, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელთანაც გქონდათ რაღაცა ისეთი კარმული ციკლური ურთიერთობა, რომელიც ეხლა სადღაც გზაზეა წასული, ძალიან შორი მანძილი გაქვთ ერთმანეთთან, მაგრამ
ეს პიროვნება გამოვა ძალიან დიდი სტაბილურობით. აი თითქოს რა მომენტი ექნება, იცი, აი ეხლა ამ შორგზაზე რომ არის ეს პიროვნება, საკმაოდ ისეა სევდიანი, მოწყენილი, აი ძალიან ხო, აი სევდიანი რა, აი ამ სიტყვის თქმა მინდება მხოლოდ ეს გზა ძალიან ასევდიანებს ალბათ ამ ადამიანს და თქვენგან შორს ყოფნა. ვიღაცას შეიძლება გზა არ გაქვთ და უბრალოდ ერთმანეთისგან შორს ხართ და მენტალურად დაშორდით უბრალოდ ერთმანეთს და აი ეს ადამიანი დაიძრება, ასე ვთქვათ, ძალიან სწრაფად და ძალიან მიზანდასახულად მოვა თქვენთან. ეს ადამიანი საკმაოდ იცით როგორი პიროვნება არის? არ ვიცი. თუ გეცნობათ ესეთი პიროვნება, თუ გყავთ თქვენს გარემოცვაში, ვინმე თქვენს პირად ურთიერთობებში, ვისაც ოჯახი ყავს, ის პიროვნება, თუ ამ პიროვნებას ოჯახი არ ყავს, მაშინ ვიტყოდი კიდევ იმას, რომ საკმაოდ ისეთ ფემინურ ენერგიებშია კი მოდის ძალიან ესეთი სტაბილურობით და ვითომ თავის ხელში რომ აიღოს ეს ურთიერთობა და რაღაცის გასარკვევად, ხო? თითქოს იმიტომ მოდის, რომ აი ძალიან ცუდად გრძნობს თავს აი ამ სიშორის გამო. და ძალიან ესა როგორ გითხრათ, ითხოვს აი უნდა და ითხოვს რომ აი დაეხმაროთ თუ აი არ ვიცი, ან თვითონ მოდის რაღაცა დასახმარებლად, არ ვიცი, რაღაცა ეგეთი მომენტი აქვს ამ პიროვნებას. ხო, ვისზე როგორ რეზონირდება. ყოველ შემთხვევაში ადამიანი მოდის, რომელთანაც ამ წუთას არ გაქვთ კონტაქტი, შორს ხართ ერთმანეთისგან, ვიღაცა გზაზე არის, ან ვიღაცები უბრალოდ ისე დაშორებულები ხართო საერთოდ ვერ ხედავთ ერთმანეთს, ამის გამო ძალიან ცუდად გრძნობს ეს პიროვნება, საკმაოდ ისეთი ტიპი არის, აი ცოტა ნარცისული, იმიტომ რომ თუ ეხა ქალბატონები უყურებთ ამ გაშლას, ხო, და მამაკაცი ჩაიფიქრეთ, საკმაოდ ისეთი ფემინურ ენერგიებში მამაკაცია მოკლედ, მაგრამ თუ მამაკაცი მიყურებთ და ქალბატონი ჩაიფიქრეთ, თქვენ ხართ საკმაოდ ისეთ ფემინურ ენერგიებში. ხო, მოკლედ აი ასე. ეს სიახლე მოიჩქარის თქვენთან და საკმაოდ სწრაფად, აი ძალიან ჩქარა უნდა რომ მოვიდეს თითქოს. კარგი, კიდევ რა სიახლე მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში ამ აგვისტოს თვეში? ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რა სიახლე მოიჩქარის დადებითი ამ აგვისტოს თვეში? აქ რაღაცა დღეს სულ მიჩვენებს ძირითადად ურთიერთობებზე რაღაც ეს მომდის ემოციები, ურთიერთობები, ადამიანები მოიჩქარიან თქვენს ცხოვრებაში ძირითადად. აი პირველი კი იყო უფრო მეტად რაღაცა დაფარულ სიტუაციებზე, მაგრამ დანარჩენი ორი უფრო არის მე მგონია რომ უფრო პირად ურთიერთობებს ეხება. და აქ რა ხდება? რა მოიჩქარის თქვენს ცხოვრებაში თუ ვინ? აი თქვენი დახასიათება რომ მქონდა თავში რაღაცა იმ სიტუაციას მაგონებს ახლა, იმიტომ რომ აქაც რაღაც მიჯაჭვულობის არკანი ამოვიდა. თქვენ ცხოვრებაში მოდის ადამიანი, თასრის რაინდი, რომელსაც უნდა ამ ურთიერთობაზე მუშაობა, ასე გადაწყვიტა. გატრიალებული კი არის ამ ურთიერთობიდან, მაგრამ
ძალიან მიჯეჭვულია თქვენზე და აი რომ გატრიალდა თითქოს მე მიხვდა რომ ზე შეყვარებული არის თქვენზე და აი ისეთი ემოციები აქვს და გრძნობები თქვენს მიმართ, როგორც ამ არკანზე ხატია, თასი ვეღარ იტევს და გადმოდის უკვე. და გადაწყვიტა რომ იმუშაოს ამ ურთიერთობაზე. მოდის ეს ადამიანი, რომელიც არის თქვენზე მოჯაჭვული ძალიან, აი სულ თქვენ უტრიალებთ თავში და ფიქრებში. და თქვენს დახასიათებას იმიტომ მასკენი დავუკავშირე, რომ თქვენ იყავით რაღაცა სიტუაციაზე ან ადამიანზე ესე მიჯაჭვული და თქვენ სამაგიეროდ და საბედნიეროდ ეხა ჩაიხსენით ამ მიჯაჭვულობას, აღარ გაქვთ და სამაგიეროდ აქვს ამ ადამიანს ეხა დარჩენილი და ძალიან მძაფრად. ზოგადად ხომ ესეა სამყაროში, რომ შენ რომ იმ დონეზე ენერგიას, ემოციას, ფიქრებს აღარ აძლევ ამ ადამიანს და ეხსნები ამ მიჯაჭვულობას, მერე მას ემართება, ანუ მას აკლდება ეს შენი ენერგიები და პირიქით ის ვარდება იგივე სიტუაციაში და აი აქ რაღაცა იგივე ეგ სცენარი მომდის თითქოს, რომ თქვენ დაასრულეთ და დაეხსენით აი ამ ეშმაკურ და არაჯანსაღს და მიჯაჭვულ საკითხებს, ჩახსენით თქვენიდან, იმუშავეთ საკუთარ თავზე და ეხლა ეს ადამიანია თქვენზე დამოკიდებული, მოკლედ და მოჯაჭვული. და ესეთი ადამიანი ბრუნდება თქვენს ცხოვრებაში, რაღაცა დაბრკოლებები უნდა რომ გადალახოს თქვენთვის და შეიძლება სწრაფად არ განავითაროს რაღაცა, მაგრამ უნდა ამ ურთიერთობაზე მუშაობა. იმიტომ რომ მიხვდა ამ გატრიალების დროს რომ უყვარხართ. მერტო ჩემო. კარგი, მეგობრებო, დავასრულებ დღევანდელ გაშლას ძალიან რომ არ გამეწელოს. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და ბედნიერ დილას. დროებით